ლაივი გამიწყდა და ვაგრძელებ ახლა. მოკლედ, აი ეს ტიპი რა, რომელიც ბლატაობს იმაზე, რომ ერთი წუთი. შენ აი ზენ ბიჭობაზე მელაპარაკე. შენ აი ის კუჩურზე უნდა გელაპარაკო, ჯერ ხალი ხარ ვაფშე. და მე მეორე შენ თუ მაგას ხედავდიო, ყვანში ყიდნები, წვალებულებს შენ რატო არაფერი არ გააკეთე? შენ რატო არაფერი არ გააკეთე? შენ ხო გული შეგტიო. მე რო დამენახა გავაკეთე, შენ ხო დაინახე. შენ რატო არ გააკეთე რა? მე ვიყავი 5 წლის. ეხა გადავწყვი პატრიარქს. აბა გადახედე ვიდეო, სად იყო პატრიარქი მაშინ 2008 წელს. და სად იყავი შენ? მე ვიყავი გერმანიაში. მე მეწავს ვიყავი ომში. 2008 წელს შენ სად იყავი? შე დედამოწყნულო. შენ სად იყავი? შე დედამოწყნულო 2008 წელს. არ იყავი იმ ომში? აბა სად იყავი? შნირო, სად იყავი? ეხლა გადავწვდი პატრიარქს 2021 წელს რომ მივაკითხე პატრიარქს. ბიჭო, სად? აი აქ. აგერ გაუგზავნი ამას. ბიჭო, შენ მომისმინე ერთი კარგად. ძველ ბიჭური არ გაუშვა ეხლა რა. ქალი გინდა თუ კაცი გინდა, ეხლა მომისმინე კარგად. 2008 წელს შენ სად იყავი? ეგ გამაგებინე. 2008 წლის ომში რო არ იყავი, თუ იყავი, იქ თუ იყავი, ესე არ ილაპარაკებდია. იქ თუ არ იყავი, მაშინ მითხარი სად იყავი. და 9 აპრილს სად ვიყავი და 5 წლის სახში ბავშვი ვიჯექი 5 წლის ტანკები რო შემოვიდნენ. იქ ვუყურებდი მეც, იქ ვიყავი ზუსტად. ეხლა მომისმინე კარგად, პატრიარქს რო გადაწვდი კი არა, ეგ ყებილები არ დაგილეწოს, მამაზეც იერმა იცოდე რა. პატრიარქს კი არ უნდა გადაწვდა, უნდა დაჩეხო ეგ კაცი და გადააგდო მტკვარში. როგორც დაჩეხეს ხალხი და გადააგდეს მტკვარში, მაშინ როცა ეგ იმალებოდა და კეიფობდა, ბიჭო, ვინ არის ეგ ჩემისა ერთი, მაინტერესებს. ან შენ ვინ ახარ, ვინ გამოზრდილი წიწილი ხარ, ბიჭო, ვინ ხარ? არა, ის ბიჭურზე რა, ის კუჩურზე მელაპარაკები. კი, მე ვცხოვრობ კუჩურად, კაცს და ვიცხოვრია, მაგრამ შენ რა, ის კუჩურზე უნდა გელაპარაკო. მე გელაპარაკები ადამიანურად, გაიგე? და შენ რო იცახი იმას, რომ რაისა რა ქვია, აი ესეთი ბოზები მართავენ ქვეყანას. და ესეთი ბოზები ყავს ილია მეორის თავის სასწავში. და მაგან გასამაგეთ დანება, სად დაინახე შენ მაგ? მოიცა რაო? ვინაო, რუსეთსო, სად დაინახე შენ ეგრო, მაგისგან იყო ამოხოსი. შე დებილო ბიჭო. რასად დავინახე? მაგის კარზე ვიდექი 8 საათი. 8 საათის განმავლობაში რომ სუსის მანქანები რუსული ნომრებით შედიოდნენ და გადიოდნენ, მე ვიყავი იქ თუ შენიდექი იქ. იქ ვიდექი რო არ მიშვებდა ეგ დედამოწყნული კაცი. იქ ვიდექი რომ ფეხზე დაიკიდეს თავიანთი ნათლულის დედა. იქ ვიდექი და ვაკვირდებოდი ვითარებას. ვინ ჩემი ფეხები მართავს მაგს საპატრიარქოს გესმის? შენ სად უკაცრავად და უკანალში ხარ, ბიჭო, რო აზი არა ხარ არაფერში. ვინ სად ვიყავი და რა ვიცი, ძალიან კარგად ვიცი. და მტკიცებულებები გინდა ეხლა ჩემგან, რომ საპატრიარქო თურმე არაფრის აზრზე არ არის. მაგ ჩემისა ვის აზრზეა და რის აზრზეა მაშინ? რატო შედიან და გამოდიან სუსის მანქანები და რატო შედიან და გამოდიან რუსეთის მანქანები იქ, სადაც ქართველი ნათლულის დედას არ უშვებენ ქართველ ქალს. მითხარი ერთი შე დებილო ხალხო თქვენ რა მართლა რა. რა უნდა მომეკითხოს გოგო, მე რა უნდა მომეკითხოს მე? შენ ელემენტარული არ იცი. ელემენტარული არ იცი შენ საერთოდ რისთვის ხარ მოსული ამ ქვეყანაზე ისიც არ იცი. რა არის ქრისტიანობა ისიც არ იცი. და ვინ იყო პატრიარქი ისიც არ იცი და რას ამბობ იცი? იმას ამბობ რაც არ იყო. და რაც არასდროს გაკეთებულა მაგის მხრიდან რა. მაგის მხრიდან სუდი, ჯერ კაცსა უთქვია. და შენ ეხა გადაგყავს ვიღაცა გამოხალ. ბიჭო, აგერ გეუბნები ცუდი რო არ უთქვია, მე გეუბნები რა გამიკეთათქო და შენ ყლეზე კიდი ვარ, მეც მკიდი ხარ ყლეზე რო იცოდე რა. რა უნდა ვთქვა და იმას ვამბობ, რაც ხელზე მაქვს დასახვევი და რაც მტკიცებულება მაქვს თქვენ, გამოყლევებული ხალხო თქვენ. ვინ ხართ ბიჭო, გააჯვით აქედან რა, რას მეტმასნებით. გინდათ რომ ეხა პატრიარქის სიყვარული გამიღვივოთ გულში თუ რა გინდათ, მაგ დედამოწყნულის სიყვარულს ვერ გაიღვიძა და ვერ მოვიდა ჩემამდე. 1500 კაცმა რომ წეულა დედამოწყნულო. მაშინ ფეხზე დამიკიდა. ცუდი არ არის ეგ, აბა რა ჩემის ფეხების არის, მითხარი. ბიჭო, მისი ნათლულის დედა თავისი ნათლულით რო იდგა მის კარის წინ. და მაგის გამო ხალხმა ლანძღა
და მაგის გამო რომ ხალხმა ცხევლა, ეგ არ არის ცუდი რომ არავის პასუხი არ გაქვს ამ კლეემ. ვაფშე დაახვიეთ აქედან და გააჯვით რა. თუ არ გევასებათ, რასაც ვლაპარაკობ, წადი ულოკეთ ერთი ადგილი მაგ თქვენ მიცვალებულ ტრაცს. მოდი ახლა ესე გეტყვი რა, შენ გამოყლებებულ საზოგადოებაში ვერ მომიხსენიებ, აიდე? დაზოზე მოდი ცოტა. გამოყლებებული საზოგადოება თავად გაბიათ რა. თავად ხართ გამოყლებებულები, გესმით? თქვენი დედა შევეცი მე თქვენსას ყველას ეს რა. გამოყლებებული საზოგადოება შენ რომ ხარ და შენაირები ისეთი უნდა რა. ისეთი უნდა ზუსტად. მაგ საპატრიარქოს. ეხლა ხო ახლა მოდი ახლა შენ საუბარზე კონკრეტულად ნუ გაამახვილე ყურადღებას მე ზოგადად ესეთი საუბარი მაქვს და მოდი ახლა დასტატოჩი რომ ვილაპარაკოთ ჩვენ რა ხო ახლა მოდი ახლა ესე გეტყვი რა სიტყვები გაასწორე როცა მე ვილაპარაკები გაიგე სიტყვები გაასწორე კი არა ვიცი იქ რო იყავი მისულ სიტყვები გაასწორე კი არა ეხლა დააწყენე ერთი ადგილი თორე არ ვიცი რა წყევოს გამოგიგზავნი მანდ რა ვაშა ვიხართ ბიჭო გააჯვით ყველამ რა ეს ქუჩის ქალი ვინ არისო და შენაირი დებილების დედის მტყნელია ეს ქუჩის ქალი რა მიგაბლოკავ ერთი კარგად რა ვიღაცა დეგენერატები შემომივარდნენ აქ ჩემ სივრცეში და მასწავლიან თუ რა არის ღვთიური და როგორ უნდა ვილაპარაკო ეს ქუჩის ბიჭები ესენი ბიჭო ვინ არიან ჩემი არ უნდათ გაიგონ როვეუბნები რა მოხდა მეთქი და რა კარგი ყოფილა პატრიარქი თურმე დებილი ხლერო ყოფილა ვაფშე გააჯვით აქედან და სხვანაირად არ დამაწყებინოთ ლაპარაკი რა მართლა რა ფრთხილად იყავით იცოდე არ დამაწყევლინოთ თორე მოგეწევათ დღესვე ვინ არიან ესენი ბიჭო აზრზე ხარ თქვენ როგორი პროპაგანდა მიდის ილია მეორის ხოტბა დიდების შესხმის რა თქვენ ბიჭო მე რა უნდა მიქნათ ბოლო მომკლათ რა უნდა მითხრათ რომ გამაჩეროთ მაგ დამპალი კაცის წინააღმდეგ სიკვდილის ბოლომდე ვიბრძოლებ რომ მაგისი დამპალი სახე გამოვიდეს გარეთ ყლეკაცები და ყლეკა ქალები ყავს შეგროვილი თავის გარშემო ბიჭო ვინ არიან და მე გეტყვიან რა იყავს გაბრაზდი დეგენერატების საზოგადოება ქუჩის ქალი ვინ არის ქუჩის კაცებს რომ ისა მაღალ კულტურულ ფალდოვნულ ელანზე უნდა გაურჩიო თურმე ისენი რა საქმეები ქუჩის ქალი ბანძები არევასებად დედაბერებს ქუჩის ქალები რა ვიცი მე მაგათ მართალის მთქმელები არევასებად ქუჩის ქალები არევასებად და ისენი რა ქვია კარგად მოლაპარაკეები არევასებად მეცნიერები და ნორმალურად მოაზროები მაგათ არევასებად და აბა რა ევასებად წადიქალო ბუტკაში ყოფნა ეგევასებად ხო და წადიქალო ბუტკაში რა ვაფშე რა აი ვინც ხარ ჩემ სახეს შენ საზოგადოებაში გამოყლებებულ საზოგადოებაში ნუ მოიხსენიებო ხო ეს გამოყლებებულები ეს ხედავ რეებს კადრულობენ ხედავ რეებს კადრულობენ ესენი შემოეთრიე რატომ არ წახვიდე ჯიმაში თამარ შემოეთრიე არ დაიმალო თორე დაგმალა მე შენ მიწაში რა
საწახვედი გაქრი? და გაქრი. გაგაქროს მამაზე ციერმა რა და დედა ღვთაებამ გაგაქროს ვაფშე რა. ერთი არ შემოსულ ხარ აბგელენ და რატო გეშინია არ გინდა შემოსვლა გიორგი? საპატრიარქოს შნირო გეშინია პირდაპირ ეთერში შემოსვლა? თუ თმები არ დაყენებული. მითხარი ერთი მაინტერესებს. რატომ არ წახვედი სამძიმარზე თამარ? დედა მოგიტყნას მამაზე ციერმა დღესვე რა. და მიგაბლოკავ ერთი მაგარს. ხო და ეს დაბლოკილი ხალხი ყველანი ამოიყრებით იცოდე რა. ყველას დაგიმახსოვრებ თქვენი დედა შევეცი მე თქვენსას. გავიდნენ თავს რა. ქვეშა ჯვიები ყავს ბიჭო მოკრეფილი. ქვეშა ჯვიები რომ ესე ხალხს ურეკავენ და პირადში წერენ რომ პატრიარქი იცი რა კარგი ტიპია თურმე? თურმე ისეთი კარგი ტიპია რომ გვამები გამოიტანა 8 აგვისტოს იქიდან ომებიდან. ჩვენი საკუთარი მიწა რო გაყიდეს და მე გამოიტანეს გვამები იქიდან ნემასთვის ფეხები უნდა უკოცნოთ თურმე ყლეკა კაცებს და ყლეკალებს რა. ქუჩის გოგო ვინაით, ქუჩის ქალი დედა მოტყნულებო, თქვენი დედა შევეცი მე თქვენსას, ყველასას ვინც ეგეთი დებილები ხართ მამაზე ციერის მიერ გაჩენილები რა. ფუ თქვენი რა უაზრო ხალხი ხართ, აი როგორ შეიძლება ამ ხელა სიბნელეში ადამიანი იყოს ბედნიერი და ქრისტიანი და ჩვენი პატრიარქი და ჩვენი ყლე პატრიარქი. ილია მეორე. არა მაქვს მე ქრისტეზე საუბარი, ის საყოველთაო ყველა დროის პატრიარქი არის ჩვენი რა. რომელსაც ეს ბანძი ყლეკაცა ეცილებოდა. და ეხლა არ უნდა თურმე ჩაჯმული ტრაკი რა ვიზეც ედო და რაზეც ედო იმაზე დაადებინონ სხვა ჩაჯმულს ტრაკი. არ უნდა თურმე იმ სკამზე ისე კარგად უნდა შეინახონ რომ ილია მეორეს ჩაჯმული ტრაკი იდო იქ. ფუ თქვენი ბანძი გვამამადიდებლები ხართ თქვენი, მეტი არაფერი არა ხართ. იმსახურებთ, სიკვდილს იმსახურებთ რა, გაქრობას იმსახურებთ ეგეთები. თამარ ტყუილა იშლი ნერვებს, ამათ არაფერი აღარ ეშველებათ ზომბები, სატანისტები. მაგათ თუ არ ეშველებათ, მზია. აი ეს, რასაც შემს მიმართ უშვებენ, ხო აი ამ სიდებილეს და სიბნელეს, უკან ბუბრუნებ. აი ესეთი არის უკან დაბრუნება. ხომ გითხარით მე ყველა ადამიანს თავის ენაზე უნდა ესაუბროთ. თუ თავის ენაზე არ ესაუბრე, აი ესეთი მაღალფარდონული ენით რო უთხრა ეხლა მე ამას, იცი რა ღმერთმა გაგანათლოს, ვერ გაიგებს. რასაც გაიგებს, ისე უნდა უთხრა და როგორც გაიგებს, ისე უნდა უთხრა. ხო და აი ვიღაცა ყლეკალებს და ყლეკაცებს რომ გონივართ ქუჩის ქალი, ხო? აი ამ ფილოსოფიაში ვერ ერკვევიან ეგენი. იმიტომ რომ ამ სიტყვის ყლისა და ჩურის გამოთქმა ეშინიათ და მისი მოსმენაც ეშინიათ. იმიტომ რომ ყლეც და ჩურიც დაზიანებული აქვს თავის ფსიქიკაში. არც ერთი გამართული არა აქვთ. არც ერთი მოქმედება გამართული არა აქვთ. ყლეც და ჩურიც დაზიანებული აქვთ. როგორც მის მეუღლეებს, ისე თავიანთ ჩურებს აქვთ დაზიანებული მდგომარეობა. მაწაკი კი არა ლიკა წადი შენი დედაც არ მოვწყან წადი მეთქი ბიჭო ვინახართ ეს რა ბლოკიერენ ეგრევე დაგბლოკე და მიბლოკე რა წადი ქალ რეებს საუბრებ და თუ არ მოგწევს გააჯვით ხო და აი ესეთი საზოგადოება არის რომელიც ყავს ილია მეორეს თავის მხარეს გესმის და ის ვერ გაიგო ჯერ, რომ საზოგადოებაში დიდი სიბნელია.
ელბიჭვირი შენ რა უნდა გაგირჩიე შენ ქალი ხარ შენი დედა მოტყან ქალზე მეტი მაინც იცოდე ქალზე მეტი მაინც იცოდე შებანძო მონავ შენ როგორ აჩმორებენ ქალებს ხედავ შენ ქალი ხარ ძველბიჭვირი რა უნდა მოდი ძველ ქალურად გაგირჩევ რა შენი დედა შევეცი მე ვიღაცა ხარ ფუფ და ვიღაცას გაუკვირდება მე ჩემი გინება უი დედა გინება საშიშია და ის რასაც ილია აკეთებ და ის არ არის საშიში ხო არა დედას რო უთყნავდა ოჯახებს ის არ იყო საშიში ის კარგი იყო წმინდანის მიერ გაკეთებული იყო წმინდანის მიერ დედის წყნაც კარგია თურმე რა ბრავო ყურად დიდი სიმღერა კი არა ესენი არიან დაქირავებული ბნელეთის იუდები რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ყიდიან თავიანთ სულს ეგრე კოლოსალური სიბნელეა სამწუხაროდ მაგრამ სინათლეს ბევრია აი ხა ნახე მაგათვის სიბნელი არის ახლა ჩემი საქციელი რა და ჩემთვის კიდე მაგათი საქციელის სიბნელე და რომელია მართალი და რომელი სინათლე და რომელი სიბნელე ეგ მალე გამოჩნდება რა მალე გამოჩნდება ხედავ როგორი დაქირავებული ხალხი ყავთ არიშურებენ ენერგიას და პირადში მიგზავნიან ყლეობებს ილიაზე რა რომ გული მომითბონ თუ რა უნდათ ვერ ხვდები რა ნინო დროა გავააქტიუროთ ისეთი სიგილა რომ დაეშვას მაგათ თავზე ატომური ბომბი კი აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ აუცილებლად ეგ დროც მოვა და ეხლა დავჯდები მე აქ ჩავიხედავ იქ ქართულ ანბანში რა შეიძლება გაკეთდეს მაგის გამო რა ესეთი სიბნელე მხოლოდ ატომური ბომბით უნდა განათდეს სხვანაირად ვერ განათდება როგორც ჩანს რა ბიჭო რა დრო იყო ის დრო ხმლები რო გქონდა და თავს უწააცლიდი ხოლმე უცბად აი დრო იყო ეგ გამოჩენილია უკვე დიდი ხანია თამარ მაგათვის უნდა გამოჩნდეს ეხლა გავიხსენოთ ძველი დრო მოდი აბა ვინც ერთვით რეგრესულ ჰიპნოზში გადავიდეთ რეგრესულ ჰიპნოზში ისე საინტერესო რა არის იცით მეგობრებო ერთხელ უნდა წავიდე რეგრესულ ჰიპნოზზე რა არასდროს არ ყოფილი ვარ და მაინტერესებს ძალიან რეგრესულ ჰიპნოზზე რო შევალ და რომ ჩავთავ ვიდეოს ჩავთავ პირდაპირ ლაივს მაგრამ მე მგონი არ შევალ რეგრესულ ჰიპნოზზე ძალიან ისეთი მომენტია რა მანდ იცი რა არის ახლა ვნახეთ ძალიან დიდი ენერგიები იხარჯება და გასარკვევი რაც მინდა ხოლმე რომ გავარკვიო ისედაც მახსენდება გესმის და დიდი ენერგიების ხარჯვა და არ ღირს რა კარგი ხასიათზე მოვედი ახლა კარგი თემა დაიწყო დიდი ენერგიების ხარჯვად არ ღირს ამ საკითხის განხორციელება მაგალითად რეგრესულ ჰიპნოზზე შესვლა და გახსენება რომელიმე დროის წინა ცხოვრებიდან ახლა ჩემი ცხოვრებიდან ხო მე რაც უნდა გავიხსენო ეს არის 800 რამდენი წელი გავიდა მასმენო ხო მე-11 საუკუნე რაც უნდა გავიხსენო იმიტომ რომ მე-11 საუკუნის მერე მე რეინკარნაციაში აღარ ყოფილი ვარ ეხლა ვიღაცა რელიგიის მიმდევარი იტყვის რომ რეებს ბოდავსო მაგრამ არ ვბოდავ მეგობრებო ჩვეულებრივად გეუბნებით მეორეთ მოსვლა არ და ყველა მეორეთ ვართ მოსული თუ მე ასე ჯერ არა ხო და ასე რომ ყველამ გაიხსენეთ თქვენი წინა პირი ვინ იყავით რა რომ იცოდეთ რომ მეორეთ მოსული ხართ ახლა აბა მეორეთ მოსვლას რას მარტო ქრისტე კი არ მოდის მეორეთ კაცო ჩვენ ყველანი მეორეთ მოდივართ ჯერ უნდა აღვდგეთ და მერე ქრისტე მოვა ხო და მაგ საკითხთან დაკავშირებით ახლა ვისაც ეშინია ხო და ამბობს რომ ქრისტიანული არ არისო მე გეტყვით რომ აგერ ბოლო ჟამის ნიშნებია და ბოლო ჟამის ნიშნებში პირდაპირ ჩანს რომ ჩვენ ვართ მეორეთ მოსულები ხო მეორეთ მოსულები რომ არ ვიყოთ, მაშინ აღდგომა ვერ დაიწყება. ასე რომ აღდგომა თუ გვინდა რომ დაიწყოს, მაშინ უნდა გავარკვიოთ ვინები ვართ.
ვინები მოვედით მეორედ. გესმის? ანუ ვინები ვიყავით და ვინები ანუ ნახე რას ელოდებიან ახლა? მაგას ხო ელოდებიან რომ აკლდამები გაიხსნება და გამოვლენ, მაგრამ იცი კიდევ რას ელოდებიან? ვინც ცოცხალია, ის შეხვდება ქრისტეს და უკვდავებაში გადადის, რა და ეხლა ესენი როგორ ფიქრობენ, იცით, რა გვამები გაიხსნება და აკლდამებიდან გამოვლენ ძვლები და მერე ძვლებს შეესხებათ ხორცები და ხორცები ისინი ყველანი ვინც იყვნენ ადამიანიდან დაწყებული, დაევადან დაწყებული, ყველანი ძვლებიდან აღდგებიან. ანუ ძვლებიდან კი არ აღდგებიან, მეგობრებო, მეორედ მოსულები იქნებიან. მეორედ მოსულები იქნებიან ისინი, ვინც ცოცხლები ვართ და ვინც ახალი გარდაცვლილები არიან, ან ნახე, ან დაიბადებიან მეორედ მოსვლამდე და ბავშვის სახით მეორედ მოსულები იქნებიან, ან პატარა 1 წლიდან 9 წლამდე თუ 10 უკვე ვეღარ მოვაცრებთ, აგერ 2026 წელია, ხო? 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15. აი 12 წლისები შეიძლება შეხვდნენ ბოლოს ყველაზე ადრე დაბადებულები. ანუ ნახე, დედის მუცლიდან იღებენ ხორცს, მეორედ მოსულები და ისინი, ვინც ახალი გარდაცვლილები იქნებიან, 10 დღის გარდაცვლილები, მაგალითად, ისინი გაცოცხლდებიან, მაგრამ ისინი, ვინც მეორედ მოსულები არიან, ყველანი თავისი სახით წარსდგებიან ქრისტეს წინაშე. ყველანი თავისი სახით. აი, მაგალითად, ეხლა მე რომ წარსდგები ჩემი სახით ქრისტეს წინაშე მეორედ მოსული თამარი. თამარი მქვია, თამარი მერქვა. ვიღაცას ნინო ერქვა, ნინოთი წარსდგება. ვიღაცას პავლე ერქვა, პავლეთი წარსდგება და აი ეს მეორედ მოსულები, ყველანი წარსდგებით ქრისტეს წინაშე. და ეგ რომ რეინკარნაცია არ არის, ეგ რეინკარნაცია აღარ არის, მეგობრებო, ეს არის მეორედ მოსვლა და გაიგეთ, რომ მეორედ მოსვლაა და მეორედ მოსვლაში ვართ ეხლა და თუ არა აღდეკით, ხო, ისე ვერ გაცოცხლდებით. ქრისტე ვერ გაგაცოცხლებთ. ქრისტემ რო კითხოს, ვინ ხარ შენო? ხო, შენ რო კითხო რომ შენ უნდა მითხრა მე ვინ ვარო? იცი რას გეტყვის? შემოგხედავს ესე ქრისტე და გეტყვის, რომ წადიში რომ მკვდარი ხარ და მკვდარად დარჩებიო რა. ასე რომ ჩვენ ყველამ უნდა გავიხსენოთ ვინ ვიყავით და მე ახლა რა მინდა ახლა რეგრესული ჰიპნოზი აგერ უკვე ვიხსენებ. კითხვას ვსვავ და უკვე პასუხი მეცემა ხოლმე და თავარი კითხვების დასმა და კითხვებს ვსვავ, რაც მაინტერესებს, იმას ვსვავ. ნელა-ნელა სტაბილურად მიცხადებენ. რას ბოდიალობო? აუ გააჯვით რა. თქვენი ნერვი აღარ მაქვს რა. წადინა, გააჯვი, დაგბლოკე. ეხლა აღარ მიბოდიალებ შენთვის. ლაპარაკობ. ეხლა ვლაპარაკობ სხვებისთვის. ხალხი სერიოზულად იმედ გადაწურულია, ვსიო აწი რა გოშოლებაო, განა უფალმა ეგ დაგვიბარა? უფალმა თქვა არავინ ვაკერპოთო და იმედი არასოდეს დაიწუროთო, რადგან იმედის გადაწურვა ნიშანია ურწმუნოების. პირველ რიგში უფლის იმედზე უნდა ვიყოთ, უფალი აცვეს ჯვარს და მაინც კაცობრიობამ სიცოცხლე განაგრძო და ნუ თუ უფალზე დიდი ვინმე გარდა იცვალა? ხალხო, ირწმუნეთ უფლის, რას დაემსგავსეთ, სად გაქრა თქვენი რწმენა, ხო? ეგრე დააპროგრამეს, მოკლედ ეგრე რა. უაზროდ დააპროგრამეს და ესენიც პროგრამაში ძიან. რა ხდება ნიკოლოზ? ხო და 2026 წელია პირველი აკლდამის გახსნა დაიწყება, ესე იგი როგორც სავარაუდოდ არის უკვე ნაწინასწარმეტყველები თამარის აღდგომით და შემდეგ აღდგებიან სხვებიც. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, როდის მოვა ქრისტე და რანაირად მოვა ქრისტე, ხო? მადლობა ნინ.
ხო. რანაირად მოვა ქრისტე და აი ნახეთ ქრისტე რომ მოვაო, აი ესეთი ბნელები ვერ იცნობენ მასო რა. აი ახლა ეს ბნელები ვინც მისტირის ილია მეორეს რა გოშველებაო. აი ესეთი ბნელები ვერ იცნობენ ქრისტეს ხალხო. წარმოგიდგენიათ რომ გაიხსნებათ სადა გამოჩნდება ქრისტეო ვერ იცნობენო, ისინიც კი ვერ იცნობენო. მაინც ანტიქრისტეს ზეგავლენის ქვეშ იქნებიანო და იმისი მიმდევრები იქნებიან და აგერ მეტი რაღა გინდა, აგერ სხვა ანტიქრისტე საქართველოში ვერ მოვა. სხვა ანტიქრისტე საქართველოში ვერ მოვა. ეგ იყო ანტიქრისტე. აგერ კიდე მოკოდა, ჩაძაღლდა და კიდე უნდათ რომ გააღმერთონ და გააკერპო. გაიგეთ? ხო და აი ესე ვერ იცნობენ ქრისტეს. ორი 2036 წლამდე. დაწყნარდნენ ახლა ესენი? ყველას მივაბლოკავ. ყველა აუცილებლად წარსდგება ქრისტეს წინაშე რა. აუცილებლად მოუწევთ იმათ, ვინც მე თითი დამადო, ილია მეორის გამო რა. ვინც მე ჩამაგდო ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩემი პირიდან წევლა გამოსულიყო ან გინება. ყველანი ჩემს მაგივრად მოიხდიან ცოდვებს. აუცილებლად მათ მოიკითხებათ ეს ცოდვები. ვინც ჩემი პირიდან ისე მომიწყო საკითხი, რომ წევლა გამოიყვანა ან გინება. აუცილებლად თვითონ მოიხდიან იმ ცოდვებს, რაც ჩემთან დათესეს. ერთი წუთით და რას ისწრაფით, იცით? იცით რას ისწრაფით? ეხლა გაჩვენებთ რას ისწრაფითაც რა. ნახო ერთი მოვძებნო სად იყო ის. ამ 4 დღის წინ იყო. რამდენი მიმოწერა გვქონია. ყველას წევლა და გინება სულ ლოცვად მოგსვლოდეს. ხო, ყველას წევლა და გინება ლოცვად მომსვლოდეს. მადლობა.
აუ, სად გადამისროლა ეხლა, ისე უკან გადამისროლა? აი. ნუ კარგი, ეხლა ვერ ვიპოვე ის. აი ეს მაგალითად ეს როდის იყო? აი ესეთი კამპანია წავიდა ჩემს წინააღმდეგ რა, რამდენიმე ადამიანმა უცბად ხაზი გადაუშვა ჩემს სურათს რა. და დაებრიდათ მეორე დღესვე ილია მეორე. მადლობა უფალო. მეორე დღესვე დაებრიდათ ილია მეორე. ეს ახლა ერთი იყო, კიდე ერთი იყო გიორგი კობაიძეს დაავალეს და ეს ხალხს დაავალეს, რომ ესე გაეკეთებინა, გესმის? მე ხო ხაზი გადამიშვეს რა, დედებს რამდენსაც ჩემს წინააღმდეგ რამე სიტყვიან, თვითონ მისდით ეგენი, იმიტომ რომ მე ვარ სარკე, ის ხლიტავს ეს სარკე და მისდის უკან. თავის თავს ებრძვიან. ყველანი ჩაიდებით კუბოში იცოდეთ რა. ყველანი, ამიტომ გაფრთხილებთ ხოლმე. ამიტომ გაფრთხილებთ რომ ნუ აკეთებთ მაგას. თქვენი გადარჩენა რომ სურს. თორემ მე თქვენ ბიჭო მე რას ილია მეორემ ვერაფერი ვერ დამიშავა მაგის დედავატირე და თქვენ მე რამეს დამიშავებთ? მამა ზეციერი დგას მეთქი ჩემს წინ და დედა ზეციერი. ძე ღმერთი დგას მეთქი ჩემს გვერდით რა. რო იცოდეთ რა და თქვენ მე რამეს და ღმერთის წინაშე რამეს გააკეთებთ? ბიჭო თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ ყველას მართლა რა. სულ არ მაინტერესებს ვისი მრევლია ნიკოლოზ მაქარაშვილთან ბევრი კგბ-ს წარმომადგენელი დგას რო იცოდეთ რა და მიგზავნილი შნირი დგას. და იმის მრევლია თუ ამის მრევლია ესეთ რაღაცას რო აკეთებენ თვითონვე მიუტრიალდებათ უკან გესმის? სულ არ მაინტერესებს ვინ ვისი მრევლია. ვინც ბრმა და თვითონვე დაიღუპავს თავს. ეგრეა. არ გჯერათ და აი ნახავთ მაგასაც რა. მაგასაც მოესწრებით. თქვენი დედები და მამები მოესწრებიან და შვილები რო იცოდეთ რა. თქვენ შეიძლება ვეღარ გაიგოთ ვერაფერი, როცა იდებით კუბოში. თმაზე რომელი ფსიქიატრიულიდან გამოიპარე, თმა მაინც დაგევარცხნა, ფატიმა. თმებში რო არიან პრიჩოსკებში ჩარჩენილი რა. რა დაბნელებული ხალხი ხართ თქვენი დედავატირე მე რა. ბიჭო, ვინმე გეკითხებათ მომწერეთ იმაზე რამეო? არ მაინტერესებს რა, აი ნახეთ, აი ვიპოვე. აი
მოიცა? აი ნახეთ. ეს არის გამოყლევებული დიმიტრი კობაიძე, მაგათ მიერ გამოყლევებული. თამარი ინესერიძე, მოკვდე, თამარი, მოკვდე, თამარი ინესერიძე. ბოროტისულიერი თამარი და აჰა, აი ნახე რა, არეებს აკეთებენ რა და მოგიკვდათ მამაზეციერის მიერ სატანის მსახური, ბიჭო. თქვენ მოგიკვდათ ეგ წამალი კაცი. გესმის? ეგეც ხო, საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ქრისტიანობა, საუკუნეების განმავლობაში საქართველოში სრულიად განსხვავებული რელიგია გაბატონდა, რომელსაც მღვდელთ თაყვანისმცემლობა შეიძლება დავარქვათ, კი? ეგრე გამოვიდა. სხვათა შორის მე-11 საუკუნეშიც იგივე ბრძოლები იყო, რო იცოდეთ რა. ნამდვილი ღმერთს მსახურიაო, მოიცა ერთი წუთით. რამხელა კომენტარი დაწერე, ახლა პოემა არის, ამას მეზარება ახლა თან ხტუნაობს ეს ნაწერები. ერთი სიტყვით ხალხო, კიდევ ერთხელ გავთხილებთ რა, მიგზავნით წყევლას მოდის უკან, მიგზავნით გინებას მოდის უკან, მიგზავნით თვალს მოდის უკან, მიგზავნით ბოროტებას მოდის უკან. გესმით? ქრისტე რომ ახსოვდეს სასოწარკვეთას არ მიეცემოდა ერი ქრისტე უკვე მივიწყებულიაო, კი, ეგრეა, მივიწყებულია, სერიოზულად მივიწყებულია, ყავს ქრისტე და აგერ პატრიარქი ჩემთვის ღმერთიაო, რადგინა იმას ბერს ველაპარაკებოდი, რომ ბიჭო, ქრისტეზე გელაპარაკები მეთქი, ქრისტეზე თქო რა, ჩემთვის ქრისტეა მეთქი პირველი და ჩემთვის პატრიარქია პირველიო. გაიგეთ სად ვარ ჩვენ და სად არის ანტიქრისტე, ხო გაიგეთ ახლა რა. ჩემთვის პატრიარქი ღმერთია. ჩაჯმული ღმერთი მე არ მინახავს არსად. და პირიდან სისხლნანთხევი ღმერთი მე არსად არ მინახავს. და არც წამიკითხავს, რომ ღმერთი პირიდან სისხლს ანთხევდეს. ისე დააჰიპნოზეს და დააშტერეს ეს ხალხი, მაგრად იმუშავეს რა. ძალიან მაგრად იმუშავეს, როგორც მედიამ, ისე აი ესეთ პროპაგანდისტებმა, პირადში რო წერდნენ. პირადში ხალხს, ბიჭო, პირადში წერენ ხალხს. რო რა მაგარია თურმე ილია მეორე გვამები გამოიტანა ომის ადგილიდან. მაგარი მაშინ იქნებოდა, რომ აფხაზეთი დაებრუნებინა და ეს ომი საერთოდ არ მომხდარიყო. მაშინ იქნებოდა მაგარი და აი მაშინ ვცემდი პატივს. ციხეში რომ ბიჭებს აუპატიურებდნენ, ეგ მაგის ყურამდე და თვალამდე არ მივიდა. აბა რა ჩემი ფეხების პატრიარქი იყო, რას აკეთებდა? თუ ციხეში ისა პატიმრებს არ იკითხავდა და არ ხედავდა რას მდგომარეობაში არიან 50,000 პატიმარი რომ ერთ საკანში არის შეყრილი და 50 კაცი რომ ერთ პატარა საკანშია, ორ კაციან საკანში, მაგი თუ არ იცოდა, აბა რა ჩემი ყლის პატრიარქი იყო, გამაგებინეთ ბიჭო რა, არ ნერვებზე არ მომშალოთ ეხლა რა. სულიერი მამა თუ იყო, არ უნდა მისულიყო იქ, სადაც სულიერად ჭირდებოდა ხალხს. მაინც და მაინც სხვას უნდა გამოეტანა ის კადრები, რომ სხვისგან გაგვეგო. მაგისგან რატო არ გავიგეთ ეგ კადრები მითხარი რა? ცოცხები ურჭეს ტრაქში მამაკაცებს, ბიჭო, ქართველ მამაკაცებს. და ეგ არ იცოდა მაგ ყლეკაცა? არა, $800 ფეხსაცმელები უნდა გაეწმინდა და ქალებში უნდა ენაშა და ხეები უნდა ჩამოეტანა $75,000. საზღვარგარეთიდან ჯიპებით უნდა ევლო და უნდა ყოფილიყო გველებსა და ხვლიკებსთვის უნდა ელაპარაკა. ეგ ყოფილა თურმე რაც ყოფილა.
რაც მაგის ამ მეფობის დროს აქ მოხდა საქართველოში, დაიქცა საქართველო. დაიქცა საქართველო როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, ისე ტერიტორიულად, ყველანაირად გათახსირდა და დაიქცა და ეგ იყო თუ მაგის 1% რო ვაკეთოთ, კარგად იქნება, ყველაფერი მივხვდებით ყველაფერს. რა 1% ბიჭო, 5 თვის მანძილზე რაც ზვიადიმ გააკეთა, მაგას 59 წლის მანძილზე ვერ გაუკეთებია მაგ ყლეკაცას და 5 თვის მანძილზე გააკეთა მეთქი, ამოხოცა ის ხალხიც. წერილი მისწერა რუსეთს, რომ მიშლის ხელსო და როგორც ზვიადის ხალხი ისი ამოხოცა. არ გინახავთ კადრები, თქვენ ყლებო თქვენ მართლა? ქართველ ხალხს დაუშინა იარაღი მაგ ყლეკაცამ, ბიჭო. და ეხლა წმინდანი გახდა, ეხლა გახდა წმინდანი, მკვდარი გახდა წმინდანი. აი ზუსტად ხალხისგან კი არა, მაგისგან უნდა გაგებულიყო, არა თუ ხალხისგან. ეგ რასულიერის საჭეთი მპყრობელია, ეგ არის სულების მიმტაცებელი მპყრობელი. აბა რა არის ბიჭო, ჩვენ რომ ვერ იგებ ქვეყანაში რა ხდება, სულიერი მამა რო ხარ, სულიერად 50,000 კაცს რო უჭირ, სულიერად გამოკეტილია ციხეში და ის დედამოწყნული რო იქიდან მოითხოვს ეხლა ციხიდან რომ მიმიყვანით პატრიარქის სამძიმარზე, დედამოწყნულების საქვეყნო ქვეყანა გახდა ეს. რა ხდება ხალხო? გამოფხიზლდით. და იქიდან ზოგი სააკაშვილს მისტირის რომ რატო არ მიიყვანეთ იქ სამძიმარზე დედამოწყნულთან და ზოგი კიდე იმას მისტირის მძორს რომ ის არის არ ყოფილა ეგეთი არ ყოფილა, მართლა არ ყოფილა საქართველოს ეგეთი საზიზღარი პატრიარქი არ ყოლია არასდროს. სადა ვინ გასწავლა მეორით მოსვლის მასეთი აუ წადი რა ნანული რა წადი შენმა მკვდარმა პატრიარქმა გასწავლოს ის და გამოგიბნელოს ეგ თვალები რა წადი შენი დედაც ვატირე მეთქი ბიჭო ვინ ახართ ეს ხალხი რა სად და ვინ გასწავლა მამაზეც ერმა მასწავლა რამე გინდა არ დაგბლოკავ მამაზეც ერმა მასწავლა რა გინდა მეტი ახლა მითხარი წერილში წერია თუ თვალები გაქვთ ხედავთ და თუ ხურები გაქვთ გესმის რა გინდათ ბიჭო მაინც სხვამ გაგიმარტოთ ბიბლია წავიკითხე და დავინახე იქ რომ ეგრე წერია შენ თუ ბრმა ხარ და ყრუ ხარ და ბიბლიის კითხვა გეზარება ხო წაიკითხე ბიბლიას ახალ სახარება წაიკითხე ახალი აღთქმა წაიკითხე და დაინახე რომ იქ წერია ეგ თუ მაინც და მაინც ვიღაცა ყლეკაცამ უნდა განგიმარტოს თვითონ რო არ ესმის არაფერი იმ წიგში აი ხო წყნარად აგიხსნით რა ბიჭო აი ლოგიკურად იაზროვნეთ ქრისტე გეუბნება როცა მოვალო აკლდამები გაიხსნებიან და გამოვლენ მკვდრებიო ხო აკლდამას რომ გახსნი შენი დედავატირე მართლაც დაბნელებულო ხალხო თქვენ გონიათ რომ ძლები უნდა ამოვთხაროთ და იმას შეესხმება ხორცი აკლდამები გაიხსნება და თვითონ მივა ხალხი თავის თავთან ისე გაიხსნება აკლდამები რომ მე თვითონ განახებ რომ ეს ჩემი ძლები იყო ოდესღაც მაგას ქვია აკლდამის გახსნა და მეორეთ მოსვლა და აღდგომა აბა რა ჩემფეხს ქვია აღდგომა რომ ძლები ვიდოთ ისე მიწაში და ქრისტე მოვიდეს და აღგვადგინოს თუ ეგრეა მაშინ რა ჩემფეხებს უცდის ეს ქრისტე ხო რაღაცა სხვა რამეშია საქმე ხო ხვდებით არა ჩვენშია გამოსასწორებელი და სინათლე ჩვენშია შემოსასვლელი რომ ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ ეს რომ აკლდამებთან მივიდეთ და თქვათ ეს ვარ მე რომ ქრისტე მოვიდეს და დაგვენახოს, სწორედ შენ თუ ისევ მიწაში იდე და ძვალი და მიწა იყავი, როგორ მოვიდეს ქრისტე და როგორ ვისთვის მოვიდეს ძვალის და მიწისთვის? სულები კი ყავს იქ, ვინც ყავს. აბა რაღაცი დასჭირდება ქრისტეს ამ დედამიწაზე მოსვლა, სულები თუ იქ ყავს ყველანი. ვიღას აღადგენს გამაგებინეთ.
ამ დედამიწაზე ჩამოსულ სულებს აღადგენს, ხო? ამ დედამიწაზე ჩამოსული სულები ვინ არიან? ჩვენ ვინა ვართ, ბიჭო, სულიერები არ ვართ? სულები არ გვიდგას ჩვენ? შენ აღგადგენს, შენ ბრმას აღგადგენს, რომ არაფერი არ იცი და შენ ყლეკაცამ რომ დაგაბრმავა და წმინდანად რომ შერაცხე და ღმერთის რანგში რო აიყვანე, ყლეკაცა, ბიჭო, მაგას როგორ უწოდე ღმერთი ან უწმინდესი და უნეტარესი ღმერთის ტიტულია. მაგას როგორ უწოდე პამპერსიან კაცს, ბიჭო? ვის აღადგენს მიწას და ტლაპოს აღადგენს? რაში სჭირდება ქრისტეს მიწა და ტლაპოთ დარჩენილი ადამიანები? ადამ და ევა სული მოყოლებული მეორედ მოსვლამდე კი არა და მის მოსვლამდე ყველა იხსნა და კიდე ვინ უნდა იხსნას? მითხარი. ვინც ამ დედამიწაზეა დებილი და ბელენჩვერი ბრმა, ხო? და ბრმებთან არ მოდის, ის ცოცხლებთან მოდის. და ცოცხლები ვინ არიან? აღმდგრები, ხო? აღმდგრები ვინ არიან? ვინც უკვე აკლდამა გახსნა და თქვა ეს მე ვარო. და ვინც თქვა ეს ვარ მეო. ცოცხალია მაშინ, მეორედ მოსულია მაშინ. თუ შენ გონია ქრისტე რომ მოვა, მერე დაიწყება მეორედ მოსვლა. ქრისტე რომ მოვა, უკვე გვირგვინი იქნება მეორედ მოსული ხალხის. გვირგვინი. მაშინ იზეიმებენ ქრისტეს, რომ შეიცნობენ ქრისტეს. აბა მიწას და ძვალმა როგორ უნდა შეიცნოს ქრისტე, ბიჭო? მიწამ და ძვალმა უნდა შეიცნოს ქრისტე? ეგრე გაყლებებენ, ეგ დაყლებებულები მართლა და იმიტომაც არ იცით ბევრი რამე. იმიტომაც გგონიათ რომ ეგიჟი ვარ. გაგაგიჟათ მამაზე ციერმა და დედაზე ციერმა ყოველად უყრენა სინათლემ. ისე როგორც მე გამაგიჟა, მაშინ ეგრე ვიტყოდი რა. ისე გაგაგიჟათ თქვენ მამაზე ციერმა, დედაზე ციერმა, ყოველად უყრნელმა სინათლემ და ძეღმერთმა კიდე რა. მოდი ტკბილი სიტყვით გეტყვი ნონა. ნანული ციცვიძე, ხო? ნანული ციცვიძე, საყვარელო. ეხლა უყურე შენ. აი 2026 წელს რო გაიხსნება თამარ მეფის აკლდამა და თამარ მეფე რო გაცოცხლდება, მერე დაიწყება სხვების აღდგენაც. აი მერე სხვების აღდგენაც რო დაიწყება, მერე ხალხი ბინდიდან გამოვა. იცით ვინ უშლიდა ხელს აკლდამების გახსნას? ეგ სატანა, რომელიც ეხლა უნდა ჩაასვენეს უკვე სიონის ტაძარში სხვა ძვლებთან ერთად რო ჩაასვენეს, ისინი რო დაიკიდეს რა. ის სიონი თურმე დაშენებული ყოფილა, ესე იგი საფლავზე მასიურად მოკლულ ძვლებში ჩაყრილი ძვლები იყო, ბიჭო, ჩაყრილი ძვლებია რაღაცა ალბათ. მან იცი რა მოხდა, წარღვნასავით მოხდა რაღაცა და ეს ყველა ერთად ჩაყრილი ადამიანის ძვლებში დაშენებულია ეკლესია და იქ რო ამოთხარეს, ой, სხვა ძვლებიც დაგხვდა ვაკო და დაიკიდეს ის სხვა ძვლები და ჩასვეს ეს ლუსკუმათი. აი ის ხალხი, რომელი ხალხიც ის ძვლები რო იყო ერთ დროს, იქ რო დაიღუპნენ, რომელ საუკუნეში ღმერთმა იცის ძველ წელთაღრიცხვით თუ ახალი წელთაღრიცხვით, ღმერთმა იცის კაცო, ის ხო არავის გამოუკლევია. თავარი ილია ჩადონ იმ ადგილზე და ვინც რაში აინტერესებს, იქ რომელი ძვლებია და ვისი ძვლები იყო საერთოდ, ხო? აი ჩემო კარგო, რომ დაიწყება და ეგ რო უშლიდა აღდგომას ხელ და ეხლა რომ მიძაღლდა და ჩაძაღლდა ეგ სატანა და მძლივს რო გათავისუფლდა სამყარო, ეს შუასკნელი მძლივს რო გათავისუფლდა სატანის მოციქულისგან, ხო? ეხლა უკვე დაიწყება აღდგომა. ეხლა უკვე აკლდამები გაიხსნებიან და გამოვლენ ცოცხლები. ანუ მივლენ და გამოვლენ. გესმის? შევიდნენ და გამოვიდნენ. ეს არის პროცესი. მივიდა ნახა, გამოვიდა აღდგა.
აი როცა ეგ მოხდება ჩემო კარგო, მერე რომ ხალხი გონცმოვა შენაირი ხალხი საყვარელო, შენაირი ხალხი რო გონცმოვა, უი თურმე რა ყოფილა აღდგომაო და როგორ გვატყუებდნენო და ამდენი ხანისად ვიყავიდო და ამდენი ხანი რო გვეძინაო და ამდენი ხანი რო სიბნელეში ვიყავიდო, თითო თავი მოვიგდა, თითო ეს რო დაიწყებთ საუბარს, ხო? აი მერე რო გამოხვალთ მაგ შოკიდან, მერე რო უკვე სიხარულით დაელოდებით ქრისტეს გამოჩენას, აი მერე რომ სიხარული გექნებათ, რომ ქრისტე დაიწყეთ, ოღონდაც მოდი, აი შენ გელოდები ამდენი 1000 წელია, 2026 წელია და ამას რო დაიწყებთ, მაშინ გაიგებს ქრისტე ჩვენს ხმას და იტყვის, აი ხალხი გაცოცხლებულად შენ პლანეტაზეო, ეხლა იქ უნდა წავიდეო და მაშინ მოვა ქრისტე. და არა პირიქით რო გიყვებოდნენ, რომ აი ქრისტე რომ მოვა, მე გამოვცოცხლდებით თურმე, მე გამოვიფშვნიტავთ თვალებს, აქ რა ხდება, ვინ მოვიდა, ვინ გაგვაღვიძა და უი ქრისტეა, უი ხო გამარჯობა ქრისტე. ეგრე რო გიყვებოდნენ, ეგ დასრულდა ეგ დრო. ამინ ამენით მადლობა უფალს, მადლობა იესო ქრისტე რომ მოგვეხმარი ამ საკითხში. შეისმინა ჩვენი ვედრება იესო ქრისტემ. მოდის ქრისტე, მოდის და გამოფხიზლით. ჯერ კიდევ გაბრიელი როდის ამბობდა ამას, ხო? და იცით რა უნდა ისწავლოთ კიდე ქრისტეს მოსვლამდე? ქრისტეს ენა უნდა ისწავლოთ, ლაზარეს ენა. ეგრე კი არ არის რომ მოვა და მერე გასწავლით პატარა ფაფასავით ჩაგიდებთ პირში და გასწავლით ლაზარეს ენა. არა, ქრისტეს ენაზე უკვე უნდა საუბრობდეთ როცა მოვა. ხო, ქრისტე რომ მოვიდა 2000 წლის წინ და რო გიქადაგა, იქ უნდა გესწავლა შენ უკვე და 2000 წელი მოგცა იმისათვის რომ ლაზარეს ენაც გაგეცოცხლებინა, შენი თავის გაგეცოცხლებინა, გამოსულიყავი მაგ ბურუსიდან და ძილბურანიდან და დახვედროდი ქრისტეს და დაგეძახა, მოდი ქრისტე, გელოდები. და არა ისე როგორც ამბიონებზე გიქადაგებდნენ რომ, უი მადლობა ქართველებო რომ გადაგვიდეთ კიდე მეორედ მოსვლაო. მარტო მანდ უნდა დაფიქრებულიყავით რომ ესე იგი ჩვენზეა დამოკიდებული მეორედ მოსვლა. ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, ჩვენშია გამოსაფხიზლებელი, ჩვენშია გამოსასწორებელი, ხო? პირდაპირ ამბიონებიდან გეუბნებოდნენ მაგას ეს მღვდლები, მატყუ არა მღვდლები, თუმცა შეფარულად მაინც სიმართლეს გელაპარაკებოდნენ და თქვენ ვერ იგებდნენ, იმიტომ იგებდით რომ ბნელები იყავით. ახლა მეგობრებო, დასრულდა ეს სიბნელე, მოვიდა თამარი და ახადა ყველაფერს ფარდა. ხო, ზოგს გონია თამარი გიჟია, ზოგს გონია ქუჩის ქალია, ზოგს გონია გადარეულია და ზოგს გონია ალქაჯია, მაგრამ იცოდეთ, თამარი არის თამარი. და გაწვდით ინფორმაციას, რომელი ინფორმაციითაც უნდა შეხვდეთ იესო ქრისტეს ძალიან მალე. და თუ თქვენ ლაზარეს ენას ვერ შეიცნობთ და ვერ შეისწავლით, და თუ თქვენ ქართველებას ვერ აღადგენთ და გაიხსენებთ თუ ვინ იყო ქართველი და რა იყო ქართველი, და თუ თქვენ არ იცით ქრისტეს სიტყვები ძირეულად და ჯერ კიდევ მამაოები გჭირდებათ მის ასახსნელად, და თუ თქვენ არ იცით ვინ იყო იესო ქრისტე და როგორ ცხოვრობდა და ვერ მიბაძავთ მას, თქვენ იქნებით ისევ სიბნელეში და რაც არ უნდა ქრისტე მოვიდეს, იტყვით ეს გიჟიაო, ეს სატანისტიაო, ეს ეშმაკის ძალით ყურნავს ხალხსო და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც გველებს, ხვლიკებს და პეპლებს ესაუბრება, იმას გააღმერთებთ, როგორც აგერ ილია მეორე. როგორც გეტყვიან მედიიდან ისე მიიღებთ. იმიტომ რომ თქვენი საკუთარი თავი არ გაგაჩნიათ და თქვენი საკუთარი აზროვნების უნარი არ გაგაჩნიათ. იმიტომ გეტყვიან ხვლიკებს ელაპარაკებოდა ეს კაციო და თქვენ გაგიხარდებათ, უი რა კარგი წმინდანი ყოფილაო. მაგრამ როცა 50000 მამაკაცი პირდაპირ ზეწოლის ქვეშ ილახებოდა, ისერებოდა, აუპატიურებდნენ, იმათი არ ესმოდა ილიას, მაგრამ ხვლიკების ესმოდა. ბუზებისა და პეპლების ჩიტების კარგად ესმოდა. სულიერი მამა იყო, იმ ხელაზე ასული რომ ადამიანების ხმა სულ დავიწყდა, ის უკვე სრულიად შეერწყა ბუნებას და რეპტილოიდებსა და მწერებსა და ინსექტოიდებთან დაიწყო საუბარი. აი თქვენი მამა ვინ იყო? მრუში და მკვლელი მოდგმის, ხო და სანამ ქრისტე არ მოვა და სანამ ქრისტეს არ დაემსგავსები, ვერასდროს ვერ შეიცნობ ქრისტეს, იმიტომ რომ გეგონება ის გიჟი, გადარეული და უაზრო. და იტყვი,
ეს რა სუნიანი და აყროლებული დადისო. იცით რატო? იმიტომ რომ ქრისტეს $8 ფეხსაცმელები არ აცვია და იმ აყროლებულ ფეხს, სოკოიან ფეხებს არ უმალავს. იმიტომ რომ მას არ სჭირდება $8 ფეხსაცმელების ჩაცმა, მას სუფთა ფეხები აქვს. თუმცა თქვენი ისე შეგიფუთეს ეს ყველაფერი, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს აუცილებლად კარგად დავარჩენილი ძმები, $8 ფეხსაცმელები უნდა ეცვას და იჯდეს სულ ცოტა 9 მილიონიან ჯიპში. მაშინ ის არის ქრისტიანი. ხო, სადუკებლებიც და ფარისევლებიც ეგრე ფიქრობდნენ, რომ იცოდეთ. ამიტომ ვერ შეიცნეს ვირზე ამხედრებული ქრისტე და იცი როგორ დასცინეს, ეს არის ჩვენი მეფეო. რა თქვენ გონიათ დღეს სხვანაირად ფიქრობთ თქვენ? თქვენ მხოლოდ 9 მილიონიან ჯიპში ჩამსხდარი მამაოები და მეუფეები და პატრიარქები გევასებათ. მათში ხედავთ ქრისტეს და არა ჩვეულებრივ ადამიანში, რომელიც დადის ჩვეულებრივი ბუნებრივი სახით. და თქვენ მას დასცინით და ამბობთ, ეს ის ფატიმა არ არის და ეს ის გიჟი არ არის და ეს ის არ არის და ეს ის არ არის, ქრისტეს რო გავსო. ხო, დაინახეთ თქვენი უნარო სახეები. ამიტომ ვამხელმე იმას, ვინც მძორია და ვინც შეეცილა ქრისტეს თავის ტიტულში. ქრისტე ყოვლად მყრობელის ტიტულში შეეცილა უწმინდესი და უნეტარესობაში. თვით ქრისტეს არ უთქვას თავის თავზე ასეთი რამ, რომ უწმინდესი და უნეტარესი ვარო და აჰა დაგისვათ მამაზე ციერმა ის განსაცდელი, რომ წინ გიზით სატანა და ვერ ცნობთ, თუმცა მას უწოდებთ უწმინდესთა და უნეტარეს ქრისტეს ტიტულის მატარებელს. ვინ გასწავლით ქართულ ანბანს? აჰა ილია ჩავიდა მიწაში და დღემდე იძახდა, ჯერ ადრეა ხალხი ვერ გაიგებსო. მოვიდა თამარი და თქვა, დღეს ხალხი მზად არის 2000 წლის წინ მზად იყო, რომ ლაზარეს ენა ესწავლა და გიმალეს 2000 წელი და თვითონ ასხდნენ კრუხებივით ამ წიგნებს, არ გასწავლიდნენ ქართულ ანბანს ლაზარეს. დასცინოდნენ ჯორჯოძესნაირ ადამიანებს, ვინც ადამიანებში გამოიტანა სინათლე. ასეთ ხალხს დასცინოდნენ, თუმცა თვითონ კარგად იცოდნენ, რა სინათლის მატარებელიც იყო ესა თუ ის ადამიანი, რომელსაც სიტყვა გაეხსნა. ქართული სიტყვა ლაზარეს ენა გაეხსნა. და თქვენ დებილებად და მონებად მიგიჩნევდნენ, რადგან თქვენ ჯერ არ იყავით მზად ამ ცოდნისთვის, რასაც ქრისტე 2000 წელი ელოდა, რომ ოდესღაც გამოფხიზლდებოდა ეს ბრმა ცხვარი და თავის თავს თვითონ განანათლებდა. რამე თუ დაყენებული იყვნენ მწყემსნი ამასოფლისანი, რომელიც მეტ ცხვარს ჭამდნენ, ვიდრე მტაცებელი ცხოველები. ენოქის წიგნის თანახმად მოვა დრო, როცა ეს წიგნი მიუვად ღვთისშვილთ და გამოფხიზლდებიან და დაემხობა უსამართლობა დედამიწაზე და აღიმართება სიმართლე და სამართლიანობა. სამართალი იზეიმებს. არა, თქვენ ბრმები იყავით მათთვის და დღესაც ბრმები ხართ. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი და აზრი გამოიტანოთ წაკის თხულის შინაარსიდან? არა, ეს მხოლოდ მღვდლებმა უნდა განგიმარტონ. და გითხრა ქრისტემ, ნუ დააყენებ შუამავლად შენსა და ღმერთს შორის ვინმე სხვას და ნუ უწოდებ მამას ვინმე სხვას გარდა მამაზე ციერის გარდა. მამაოებით აივსო აქაურობა, ყვავებითა და შავი სამოსელით შემკობილი ხალხით. სად ეცვა ქრისტეს შავი სამოსელი? სად ედგა ქრისტეს ოქროს გვირგვინი? ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე ქრისტეს და არა ოქროები. არ ჩამოუკიდია ოქროს ჯვრები ქრისტეს, ხის ჯვარი ათრია. ანი და ჰოევა რო გითხრა ქრისტემ, შენ კიდე
დასინი ხალხს, ვინც ანი და ჰოეში ჩაიხედა. ხო, შენ გესაუბრები სატანავ. სატანის მოციქულებით რო აავსო, ყლეკაცამს ეკლესია. ამიტომ მე როგორც განათლებული ადამიანი ვხედავ თქვენში სინათლეს და მჯერა, რომ თქვენ ხართ მზად ისწავლოთ ლაზარეს ენა, რომ თქვენ ხართ მზად დაინახოთ ქრისტე, რომ თქვენ ხართ ნათელი ღმერთის შვილები და არა იმ სატანების მსგავსად გილაყოთ თავი იმით, რომ თქვენ ჯერ არ ხართ მზად და თქვენ ჯერ პატარები ხართ და თქვენ ჯერ არ ხართ მზად, რომ იხილოთ ქრისტე. თუ იესმაგს თუ ეგეთ ხალხს და შორს საქართველოდან ეგეთი ხალხი. ქართული ანბანი, თუ ლაზარესენით არ ამეტყველდი, როგორ გინდა გავგო ქრისტეს? მერე გასწავლის, დოლმეჩერებს მოიყვანს, თარჯიმნებს და ისე გადაგითარგმნის. ხო, ბებია თქვენისამ. თარჯიმნებს ამოიყვანს ანგელოზებს იქიდან და მერე ესე დაგვიწყებს ლაპარაკს. შუამავლებით. არა, ილია მეორე აღდგება და შენ გადაგითარგმნის ქრისტეს ენაზე. ეგე გონა რომ ილია მეორე გადაგითარგმნიდა. ხო, მთაზე წაგვიყვანდა, ყველას და შეგვხედრე და იქ ქრისტეს და თანაც ქრისტეს ენით ილაპარაკებდა და თანაც ჩვენს ტკივილს მოახსენებდა ქრისტეს. აბა მაჩვენეთ მთა. აბა მაჩვენეთ ხალხი და აბა მაჩვენეთ ქრისტე. სად წავედით? გიყვებოდნენ ტყუილებს. გაჭმევდნენ მძღნერს და თქვენც მიირთმევდით. ხოლო ხალხი რომელიც ყვიროდა, რომ ცრუდა მათყუ არ არისო, გიშს უწოდებდით მას. წარსულს შაბარდა იქ ყველაფერი უკვე. თქვენ გინდათ რომ სხვამ გაგიკეთოთ და გიყიდოთ ბილეთი სასუფეველში? ნურას უკაცრავად ტრაკი უნდა აიღოთ საჯდომი ერთი ადგილიდან და განზრიოთ ეგ საჯდომი, რომ მოხვდეთ სასუფეველში. ტვინი განზრიოთ და პირი განზრიოთ, ხელები განზრიოთ. ღმერთმა გაგანათლოთ და ღმერთმა მოგცეთ სინათლე. ღმერთმა ყველას მოგცეთ სინათლე. ყველანი ღვთისშვილები ხართ. ყველანი ღვთისშვილები ვართ. ყველანი. ამიტომ ყველასთვის მემეტება ეს სინათლე. ყველასთვის მინდა ეს. და მზად ხართ უკვე რომ გაიგოთ რა არის ლაზარე და რა არის ლაზარეს ენა, რა არის ანი და ჰოე, რა არის ქრისტე, გაიგეთ. მზად ხართ უკვე მაგისთვის. თქვენ გონიერი ხალხი ხართ. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ. წაიკითხეთ სახარება და თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ვინ არის ქრისტე. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ რას საუბრობს ქრისტე. თავად არ გჭირდებათ ვინმე შუამავალი, თავად ხართ ამის უნარიანი. თუკი თქვენ შეგიძლიათ რომ უყუროთ Facebook-ში ხალხს, ისიც შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ 2000 წლის წინ რა ხდებოდა და რას ამბობდა ქრისტე, გაიგოთ. ხართ უკვე მზად. ხართ. არავინ მოგატყუოთ რომ არ ხართ მზად. ხართ მზად. გუშინ საღამოს გამეხსნა ქრისტეზე, ვფიქრობდი ეს რომ შავი სამოსელი ქრისტეს არ ეცვა და ეს მღვდლები ქრისტეს სახელით დღემდე შავი ბნელი შესამოსელით ატარებენ, არ უნდა აღსდგნენ და მუდამ იტანჯონ ჯვარს და იქ იყოს. ეგ სატანები დაესვათ წერტილი, ქრისტე მოგცეთ ნათელი. ამენ, ამენით. ამენ, ამენ სოფ.
ქრისტეს დავემსგავსოთ ხალხო. ქრისტე ყოველდღიურად რას აკეთებდა ის გავაკეთოთ. ქრისტე არ მიდიოდა ბანკში და არ იღებდა ვალებს. ქრისტე არ მიდიოდა პილატესთან და არ ემაცხოვრებოდა მე მშია დღეს და მომეცი რამეო. ქრისტე არ მიდიოდა ბანკირებთან და არ ეუბნებოდა სახლი გასარემონტებელი და მანქანა საყიდელიო. არა ხალხო, ქრისტე იყო ქრისტე და თუ ქრისტიანი ქვია დაემსგავსე ქრისტეს. იხსენი თავი მონობისაგან, სისტემებისგან და ბანკებისგან, იხსენი თავი. დაემსგავსე ქრისტეს და მაშინ შეიცნობ თუ როგორია ქრისტე. შენ რომ ჩემი თმები გაწეწილად მიგაჩნია, ქრისტე რომ ნახო, მე მგავს. და მასზე რაღაც იტყვი მაშინ. გაწეწილიაო? ჭაღარა შემორევიაო? თუ რას იტყვი მაშინ? თმებს არ იღებავსო იმას იტყვი, თუ ის კაციაო? აზრი არ აქვს რამის თქმას დაბრმავებულია და დაშტერებულია. აზრი აქვს ნინა. სწორედაც რომ აზრი აქვს, თუ ადამიანს ენა მოგცა ღმერთმა, ენა სულიწმინდის არის, უნდა გამოთქვა სიტყვა. თავდაპირველად რო იყო ის სიტყვა უნდა გამოთქვა. თავდაპირველად რო იყო ის სიტყვა ქალის იყო. არა კაცის, ქალის იყო ის სიტყვა. დედა ღვთაების იყო ის სიტყვა, სულიწმინდის იყო ის სიტყვა. ქალმა უნდა გამოთქვა სიტყვა, რომ შეისმინოს ღმერთმა, კაცის გამოთქმულს ღმერთი არ შეისმენს რამე თუ დედა ღვთაება ქალია და მისი არის სიტყვა. მას ეკუთვნის სიტყვა და ის იგებს სიტყვას, კაცის მიერ გამოთქმულს ნაკლებად. არ აქვს ქალს უფლება ამბიონზე ასვლის. ვინ გითხრა ეგ და სად დაგიწერა ეგ? ვინ დაგიწერა, რომელმა ქრისტემ გითხრა? რომელმა ქრისტემ გითხრა ეგ? ქრისტემ დაგცეს მეხი, ვინც მაგას იძახის. ქალის სიტყვის იმიტომ ეშინიათ, რომ ნინო, წმინდა ნინო მოვიდა და ქალის სიტყვისამებრ ჩამოვიდა სვეტი ცხოველი და ამოხეთქა დედამიწიდან სვეტის ცხოველმა, მაშინ დაინახეს მზაკორებმა და არამზადებმა, რომ ქალის სიტყვა ძალა აქვს. რომ 10 კაცი რო იდგა და ვერ ახერხებდა ამას, ერთი პატარა გოგო მოვიდა და მან მოახერხა თავისი სიტყვით. ანგელოსა დასი გამოჩნდა ზეციდან. მაშინ შეეშინდათ და მოკლეს ყველა ქალი. დავითომ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს ქრისტიანობა, მთებში ხალხი მოკლეს და ქალები დაკლეს. იმის შიშით, რომ ვაი ქალის სიტყვა ძალა ქონიაო. მამა ზეციერიც და დედა ზეციერის, ძე ღმერთიც არ გაპატიებთ და არ შეგიწყნარებთ და არ შეგიწყალებთ, თუ კი არ მოინანიებთ. ბრმა ყვავებო თქვენ. ისმინეთ ჩემი სიტყვა. ღმერთი მოდის და გველის წიწილებივით გაიჭყლიტებით იცოდე რა. ქართულ ენაზე მოსაუბრე ჰურიებო თქვენ. მართლმადიდებლად რო აცხადებ და ყიდით თავებს თქვენ, ვაჭარის გავარდნილებო, ვაჭარის სისხლის გავარდნილებო, იმიტომ არის რომ ყველა ეკლესიაში სადაც ხმა ვიმაღლე, აქ არ უნდა იდგეს მეთქი დახლი ქრისტესამებრ. ყველგან უშიშროება დამაყენეს თავზე. ვაჭრის გავარდნილებო თქვენ. ჩაგიძაღლდათ თქვენი სატანის მსახური მამა, ხო?
ბავშვი ჭამია, კაცი ჭამია. ხო და ეხლა მოეგეთ გონს, თორე თქვენს ჩაძაღლდებით ყველა, ვინც არ მოხვალთ გონს. ბარეორს ეცდებით, გამიკეთოთ მჩხიბავ ჟადოქრობები და ხომ ხედავთ, რომ უკან გიტრიალდებათ. ხო და უკან დაგიტრიალდეთ ეგ ასმაგად. ეშველება. ეშუა. ეშუელება კი. მაგათაც ეშველებათ და იმათაც ეშველებათ, ვინც ფიქრობდა, რომ ჯერ მზად არ იყო ლაზარეს ენის სწავლისთვის. იმათაც ეშველებათ, ვინც ჯერ არ ეგონათ, რომ ჯერ არ იყო მზად ქრისტესთან შეხვედრისთვის. ეშველება, ყველას ეშველება, ვინც კი მოინანიებს. და ვინც ვერ მოინანიებს, ის დაიწვება და განადგურდება. ერთხელ სამუდამოდ მისი სული გაქრება, განიწმინდება. ჩვენ ფიფქი გავააქტიურეთ სიდონში, ხო? ნინო, სოფო, ყველა ვინც ხართ სიდონში. ფიფქი ხო გავააქტიურეთ? ფიფქი ნიშნავს ისიც რას, მეგობრებო? სრულიად გაკრისტალდება სული. ვეღარ აიტანს ამ მოდგმას, რომელიც ბნელით არის მოცული. ამიტომ ისინი ყველანი გაკრისტალდებიან და თუ ვერ გაკრისტალდებიან, გაიყინებიან და დაიმსხვრევიან, დაიწვევიან და არ ვიცი რა მოუვათ, მაგრამ გაქრებიან რა. ერთი სიტყვით მოკლედ რო ვთქვათ, გაქრებიან. всё. სანამ სული უდგას, ადამიანს ეშველება ყველა კაცს, სინათლე დაწვავს თუ არ დაინახავს, ხო? შუქი ეცხო მაგ ადგილს, სვეტი ეცხო, სვეტი ცხოველი კი. ატომური დაუში თამარო, ატომური. მური ანის ტანი და ონის მური. ანის ტანი და ონის მური. ანის ტარი და ონის მური. დავუშვათ. დავუშვათ, გული გაუსკდება, ეხლა ხას თითო რასაკეთებო, მაგრამ ატომურს დაუშვებს, ისედაც თვითონ დაუშვებს ის ბოროტი სატანა. ხო. და რატომ ნაღლობთ, ეშველებათ თუ არა, ყველა საკუთარ თავს ეშველება თუ ყველამ საკუთარ თავებს უშველით. ატომზე უფრო ძლიერი სიტყვა არის, კი? სოფ, სიტყვა არის და ტყუა, ანუ ნახე სიტყვა თვითონ სის იმ ხელა მნიშვნელობა აქვს, რომ ატომზე დიდი ძალა აქვს. ატომის დაშვება არის მურად გადაქცევა, მაგრამ სიტყვის ძალა არის ნათელში შესვლა. მას ჯერ სიტყვა გავუშვათ, რომელსაც მოეფინება ნათელი და ვისაც ვერ მოეფინება, მერე უკვე თავის თავებს თვითონ გაამურიანებენ და დასცემენ ანის ტარს. ანის ტარ ონი მანი. ანი ტარონ მანი. და რომ არ უნდათ გაიგონ, რომ არ ესმით, ვინც ეუბნება და მოუნწოდებთ ზედ ულიან და ლანძღა გინევით ქარიშხალს ატეხენ თავზე, უფალმა შეუნდოს სულ ყველას მოიყვანოს გონზე. აბა, იცი რა არის ეგ არის სწორედ ეს ბრძოლა ქრისტესა და ანტიქრისტეს შორის. ეს მეტი ბრძოლა არ არის. ამ ბრძოლას ყველა შეესწრება. და იქ რო გონიათ, რომ იქიდან დაუშვებს ელვას ქრისტე და მერე მოკლავს სატანას და გაიმართება ბრძოლა და ამას ყველა დაინახავს, გონიათ იცი საათ ცაზე მოხდება ეგ ყველაფერი. აი იცით სად ხდება? ინტერნეტ სივრცეში ხდება ეს ყველაფერი. ინტერნეტ სივრცეში ხედავს ყველა აი ამ ბრძოლას და ეხლა უკვე გაქანებული ბრძოლა მიმდინარეობს, თუ ხდებით რა. და რომ ელოდნენ, რომ ქრისტე მოვიდოდა ისევ მამაკაცის სახით, ქრისტე მოსულია ქალის სახით, რო იცოდეთ.
და ქრისტე ყველაშია რო იცოდეთ. და უნდა ილაპარაკებს ქალის პირიდან და უნდა ილაპარაკებს კაცის პირიდან. სიტყვან ქალდეურად ნიშნავს შენ ააოხრე. ხო? საწერია ეგ, ბუბა. საწერია რომელ წიგნში? სიტყვან, ტყვან. ტყვან არის აოხრება, ხო? დედამოტყუნულო რო იძახიან, აოხრებულო დედა აოხრებულო რა ეგ არის და სიტყვან არის შენ აოხრე ქალდეურ ენაზე ხა სი სვანურადაც და მეგროლადაც შენ არის, ხო და ტყვანო სავარაუდოდ ეგეც სვანურიდან უნდა მომდინარეობდეს, არა? ეს წერია მარგალიტში, არის ასეთი წიგნიო. მეგრულთან არის კავშირში? კაი, წავედი ახლა მეგობრებო, ლაზარეს ენაზე მერე ვისაუბროთ, ბევრს საუბრობთ ჩვენ და ეხლა დღეს გამიგრძელდა ძალიან ლაივი და აუცილებლად გავაგზავნოთ ლაზარეს ენით საუბარი ეხლა უკვე. ლაზარე უნდა აღდგეს. სხვა შემთხვევაში მეორედ მოსვლა ვერ მოხდება. თუ ლაზარე არ აღდგა. წავედი გაკოცეთ ყველას. სინათლე მოვიდეს ჩვენთან ყველასთან, ყველაში შემოვიდეს ბნელშიც და ნათელშიც, რაც უფრო მეტი სინათლე იქნება, მით უფრო კარგი იქნება. ლაზარეს ენა არის ზუსტად ქალდეული ენა. რეალურად ლაზარეს ენა არის ყველა იმ ერების ენა, რომელსაც ქართული დაერქვა საქართველოს ტერიტორიაზე. ლაზურ, ჭანურ, მეგრულ, სვანურ, ქართული. აი, აბა წავედი, გაკოცეთ ახლა. ეს ყველა ისე უნდა შეერთდეს, ალაპარაკდეს ისევ ერთ ენაზე, გაუგონ ერთმანეთს. გაიგონ მის სიტყვის არსი, გაიგონ შინაარსი, სიტყვის შინაარსი და უნდა აღდგეს და უკვე აღდგენადია ლაზარეს ენა, უკვე ვაღდგენთ. ყველა ძალიან ბევრი ჯგუფებია უკვე ლაზარეს ენას აღდგენენ. ესე ცალ-ცალკე არიან დაყოფილი, მაგრამ ყველანი უნდა შეერთდნენ და ყველამ ერთ საერთო ენად უნდა ერთად ილაპარაკონ უკვე რა, ერთნაირად ილაპარაკონ. წავედი აბა გაკოცეთ.